ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ევროპელმა მოხალისეებმა აქტივობები განახორციელეს. ნახოთ ჩვენი სიუჟეტი. 1 ივნისს ოზურგეთში სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბიროს მოხალისეების და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს უამრავი ღონისძიება იმართება ბავშვებისთვის. ოზურგეთში ეს დღე უამრავი თამაშით, ვორქშოპით და აქტივობებით აღინიშნა, რომლებიც ლატვიელმა და პოლონელმა მოხალისეებმა განახორციელეს. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ჩვენ მოვამზადეთ აქტივობები, რომლებიც განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ბავშვების დრო საინტერესოდ და მხიარულად გაეტარებინათ. ეს ასევე კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის, რომ დავახლოვებოდით ოზურგეთელ ბავშვებს და გაგვეგო მათი საჭიროებები. ამ დღეს ჩვენ მათ მოვამზადეთ ახალი გასართობები, როგორიც არის მარილის ცომის ვორქშოპი და სითი გეიმი. იყო თამაშებიც, რომლებიც მათთვის უკვე ნაცნობია. მაგალითად დოჯბოლი და კარაოკე. ამ თამაშებით ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ მათი გუნდური მუშაობა და კრეატიულობა. 1 ივნისს ასევე ახალგაზრდული ცენტრი ფოკუსის გახსნა გაიმართა, სადაც ოზურგეთელ ბავშვებს პოლონელ და ლატვიელ მოხალისეებთან ერთად შეუძლიათ თავისუფალი დრო სწავლაში და თამაშში გაატარონ. ცენტრი ოზურგეთის კინოთეატრის შენობაში მდებარეობს და მისი მთავარი დანიშნულება განათლებაა არაფორმალური გზებით, ასევე თანასწორი გარემოს და შესაძლებლობების შექმნა ყველა ბავშვისთვის. მომდევნო თვეებში ცენტრი უამრავი სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიების და ვორქშოპის მასპინძელი იქნება. ფოკუსის შექმნის იდეა ევროპელი მოხალისეების წინა ჯგუფს გაუჩნდა. მათ გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ადგილი, სადაც ბავშვებს შეეძლებოდათ მოსვლა, დასვენება, თამაში და რაიმე ახლის სწავლა. ვეპაჭირებით ყველას კინოშენობაში, სადაც ადგილობრივი მთავრობის დახმარებით გამოგვიყვეს ადგილი ჩვენი ახალგაზრდული ცენტრისთვის. ჩვენ მოვამზადეთ ბევრი საინტერესო აქტივობა, რომ ოზურგეთელ ბავშვებს ჰქონდეთ თავისუფალი დროის გასატარებლად ადგილი. იმედი გვაქვს, რომ დაინტერესდებიან და ფოკუსი მათთვის გახდება საინტერესო ადგილი ქალაქში.